Biznesmen Gali Posturks Batumში გოგოლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსები ჩამოართვეს. ბათუმელების ინფორმაციით დღეს კორპუსებში ქონების მართვის სააგენტო და დაცვის პოლიცია შევიდა და იქ მცხოვრებლებს ბინების დაცლა მოსთხოვა. თურქი ბიზნესმენი 2022 წელს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს და 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა საპროცესო შეთანხმებით მან ციხე დაახლოებით 2 წელში დატოვა. ოსტურქი ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენად მოიაზრებოდა. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ ოცნების პროპაგანდისტული მედია საშუალებები დეზინფორმაციას ავსელებენ. საუბარია თითქოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა გაეუქმებინა 2024 წლის არჩევნების შედეგები. სტრასბურგი აცხადებს, რომ საიას მათთვის ასეთი მოთხოვნით საერთოდ არ მიუმართავს. რეალურად ევროსასამართლო განიხილავს დაირღვა თუ არა ხმის ფარულობა არჩევნებზე. ევროპულმა ავიახაზებმა ამერიკა-ირანის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების გამო ახლო აღმოსავლეთში ფრენები შეწყვიტეს. ისრაელის მიმართულებით რეისები ჯერ ნიდერლანდების ეროვნულმა ავიაკომპანიამ გააუქმა, მოგვიანებით კი ფრანგულმა Air France-მაც. შეზღუდვა ორშაბათამდეა დაწესებული. Lufthansa Group-მა კი 31 იანვრამდე ღამის რეისები გააუქმა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდი გემი დაბომბა. დაღუპულია 2 ადამიანი. სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა მიაყენეს ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ გემს.